აჭარის კულტურის სამინისტროს ეგიდით ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა იაპონიის საელჩოს კულტურული პროგრამის გრანტი მოიპოვა. სასწავლებელს გრანტის ფარგლებში 15 პიანინო და 1 როიალი გადაეცემა. საგრანტო ხელშეკრულებას სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა და იაპონიის ელჩმა მოაწერეს ხელი. იაპონური გრანტი, რომელიც უკვე 6 თვეა მზადდება, გულისხმობს 15 პიანინოს, კავაის პიანინოს და 1 საკონცერტო როიალს და ეს არის ნამდვილად ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამ ინსტრუმენტებით ძალიან ბევრ და სასიკეთო, ასე ვთქვათ, განვითარებას ნახავს სკოლა და მისი პროგრამები, რომელიც ამ სკოლის განვითარებისთვის არის შექმნილი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვესტუმრიამ ლამაზ ქალაქსა და სკოლას. დღევანდელი ცერემონია დიდი წარმატებით ჩატარდა. პროგრამის ფარგლებში მოვისმინეთ ორივე ქვეყნის ულამაზესი მუსიკა და ორივე სახელმწიფოს წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი გამოსვლები, რომლებიც მიმართული იყო იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და კულტურული თანამშრომლობის განვითარებისკენ.